გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, ვიზუალურად როგორია წარმოიდგინეთ, თქვით მისი სახელი გულში იმეორეთ და ნახოთ ვინ არის ის. თქვენი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მატერიალური სიკეთეები. ეს არის პირველ რიგში ფინანსები, სამსახური, კარიერა, შემოსავლები, უძრავ-მოძრავი ქონება, ძვირფასეულობა, შესაძლებელია ბრენდები, საათები და ასე შემდეგ. აი ასეთი ცხოვრების და ნივთების მოყვარული ადამიანია, ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, მისი მდგომარეობა საზოგადოებაში და ამას ის აღწევს ფუფუნების საგნებით, შეიძლება ითქვას შრომით, ასევე არის ძალიან შრომელი ადამიანი, მას აქვს ნებისყოფა განვითარებული მიზანი და შეუძლია მიზნისკენ ნელი ნაბიჯით, თუმცა არად და საკუთარ თავში დარწმუნებულად იაროს. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. თუ გეცნობათ, განაგრძეთ ნახვა. ასევე მისი ხასიათის შტრიხია დამოკიდებულება, აზარტი. შეიძლება ის იყოს რაიმეზე დამოკიდებული და არა ერთზე. ასე ვთქვათ, ფინანსებზე დამოკიდებული მაგალითად და არ ჩამოთვლი კიდე თქვენ იცით რა შედის აზარტში. ვისთანაც დაემთხვა ძვირფასებო და ვისი ადამიანიც არის ერთი სიტყვით რო აღწეროთ შრომის მოყვარე ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის მატერიალური ღირებულებები ცხოვრებაში, განაგრძეთ ნახვა. ვისთვისაც არ არის ეს მთავარი და უფრო სულიერი ადამიანია, უფრო ემპათიური, ემოციური, ეს ვიდეო რა თქმა უნდა მაშინ არ არის თქვენზე. კარგით, ვისთანაც დაემთხვა, ნახოთ თქვენი ადამიანი ახლა ამ მომენტში რას ფიქრობს თქვენზე და თუ ფიქრობს საერთოდ. მას მოწერა სურს, გადაწყვეტილება აქვს მიღებული ძვირფასებო. და სურს რომ ეს გაგაგებინოთ მისი გადაწყვეტილება. მისთვის მთავარი არის მისი პრიორიტეტები, მისი პიროვნება, მისი კარიერა. რაზე მიიღო მან გადაწყვეტილება? მას ძვირფასებო რატომღაც ასე გქონია, რატო ვიღებ ბევრ კარტს, რასაც ვფიქრობ დავადასტურო. პირველმა კარტებმა რაც აჩვენა, ეს რო დავადასტურო, ამიტომ, ესე იგი, მას რატომღაც მიაჩნია ძვირფასებო, რომ არსებობს მესამე ურთიერთობაში თქვენი მხრიდან, ასე რომც არ იყოს, ის ამას ვარაუდობს, მისი ვარაუდია. მას სურს, რომ ძველებურად განაგრძოთ თქვენ ურთიერთობა, თუმცა ხვდება, რომ ეს არ არის სამართლიანი. რაღაც ცოტა უცნაური ფიქრები აქვს თქვენს მიმართ. კარგით, ამის გარდა რას ფიქრობს თქვენზე, როგორც ადამიანზე, როგორც ქალზე, თუ მდედრობით ის სქესი მატევნებთ თვალს. რას ფიქრობს თქვენ გაქვთ უამრავი არჩევანი მისი აზრით. თქვენ ხართ ძალიან ბედნიერი, თქვენ ხართ აქტიური, თქვენ ხართ, იცით როგორი, როცა თქვენ გადიხართ გარეთ, თქვენ გამჩნევენ, თქვენ მოსწონ ხართ, თქვენგან იღებენ მაგალითს, თქვენ ხართ სანიმუშო, ასევე თქვენ არ გეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ესე იგი, რაღაც გზა შეიძლება
მანძილია თქვენ შორის ან დისტანცია მენტალური ამ მომენტში, ესე იგი თქვენ რაღაც თითქოს ახალ ნაპირს მიადექით, თითქოს მას დაშორდით არა პირდაპირ გაგებით, არამედ ემოციურად. ოღონდ თქვენ ეს არ გსურთ. თქვენი ნების საწინააღმდეგოდ თითქოს თქვენ მას შორდებით. მენტალურად, ასე ვთქვათ, ემოციურად. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ძალიან უკმაყოფილოა. რითი? იმითი, რომ თქვენ ხართ წარმატებული. თქვენ ხართ მის გარეშე ბედნიერი. შეიძლება ეს ასე არ არის ძვირფასებო, მაგრამ ეს მას მიაჩნია ასე და მას გონია. ეს არის მისი ფიქრები თქვენზე. ის უკმაყოფილო არის იმითი, რომ თქვენ იპოვეთ, ასე ვთქვათ, თქვენი საქმე, თქვენი ბედნიერება, თქვენი სიმყუდროვე მის გარეშე. და ეს მას არ მოსწონს. და რა სურს მას თქვენგან, სანამ მივალთ მთავარ კითხვამდე? დავსვათ ეს კითხვა. მას სურს, რომ თქვენ იყოთ მისი საკუთრება. ერთმნიშვნელოვნად ეს სურს, რომ თქვენ იყოთ მის საკუთრებაში, ოქროს გალიაში გამოკეტილი. ის კი იყოს თავისუფალი, ზოგჯერ კონდეს, ასე ვთქვათ, ნაბიჯი თქვენსკენ გადმოდგმული, თუმცა მაინც იყოს თავისუფალი, მიუხედავად ამისა. მას შესაძლებელია კონდეს სხვადასხვა ურთიერთობები, შეიძლება ეს არც ერთი არ იყოს სერიოზული, სხვა ურთიერთობები, მაგრამ მაინც მას ეს ჭირდება. ანუ მას უნდა კონდეს სრული თავისუფლება და თქვენ არა, თქვენ უნდა იყოთ მის საკუთრებაში. ეს სურს მას თქვენგან. კარგით, აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. სამი უმაღლესი არკანი ამოვიდა ძვირფასებო, პირველი სამი არკანიდან. და როგორც იქნა ძლივს ამოვიყვანე გრძნობა. რა თქმა უნდა, აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, რა თქმა უნდა. თუმცა აქ არის რაღაც მანიპულაცია, ადგილი აქვს მანიპულაციას, ასე ვთქვათ. მას სურს, რომ იყოს დომინანტი, იყოს წამყვანი ურთიერთობაში, მას სურს, რომ კომფორტი კონდეს ამ მხრივ, რომ მის ხელში იყოს თქვენი ურთიერთობის სადავეები. თუმცა ნაცვლად ამისა, მას აქვს თავის ტკივილი, მხოლოდ ამ ურთიერთობისგან, მეტაფორულად. ესე იგი, არის ისეთი სიტუაცია, რომ მას სურს დაასრულოს ურთიერთობა, მაგრამ ვერ ასრულებს, რატომ? იმიტომ, რომ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და მან იცის, რომ თქვენც გაქვთ გრძნობა მის მიმართ. ამიტომ მას უჭირს დაასრულოს ეს ურთიერთობა და რატომ სურს მას ურთიერთობის დასრულება? იმიტომ ძვირფასებო, რომ თითქოს ეს ურთიერთობა უკვე დასრულებულია, რატომ რაღაცა მოხდა, შეიძლება ეს არის რაიმე დაუშვათ, ესე იგი, მისი მენტალიტეტი როგორიც არის, იმას არ შეესაბამება, რაც მოხდა. ამის გამო მოხდა დაშორება, შესაძლებელია დროებითი და თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არ იმსახურებთ, ასე ვთქვათ, ასეთ გაურკვეველ ურთიერთობას, მისი აზრით. ანუ თქვენ იმსახურებთ, რომ გქონდეთ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო. ფილერი დავიშალე ძვირფასებო და რაღაც ვერ ვეგუები. ერთი სული მაქვს, სანამ გავიკეთებ ისე. კარგით, ვნახოთ მისი მოქმედებები უახლოეს პერიოდში, მიუთითეთ რაიმე დრო, რა ნაბიჯებს გადმოდგამს, გაგაგებინებთ, რომ თქვენს მიმართ აქვს გრძნობა. და ეცდება ტრანსფორმაციას ამ ურთიერთობის ნაცვლად დასრულებისა, რადგან უყვარხარ.